თეომჭედლიძე, რომელმაც უკვე დაანონსა, რომ ეს ქალბატონი არის ფრედერიკა ფრონ ფრაიგანი, გერმანელი მოგზაური ქალი და ის არასკევ დღეს გვესაუბრება ხოლმე იმ ევროპელ ქალებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა აირჩიეს. საინტერესოა თეო, რას წერს ეს ქალბატონი ჩვენს ქვეყანაზე. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო ჩანაწერები აქვს ამ ქალბატონს საქართველოზე. ფრედერიკა ფრონ ფრაიგანი, რომლის მეუღლეც დიპლომატი იყო და აქედან გამომდინარე ხშირად უწევდათ მოგზაურობა, წერს მუდმივად მემუარებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ფრაიგანგებმა მემუარების სახელად წერილები კავკასიიდან და საქართველოდან 1800-იან წლებში დაწერეს, როდესაც მუსია ფრაიგანგი რუსი იმპერატორის სამსახურში იყო. ზოგადად მე-19 საუკუნეში საქართველოთი დასავლელი ქალბატონების დაინტერესებას განსაკუთრებული როლი ჰქონდა. ისინი აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ და თანამემამულეებს აღუწერდნენ ქართული და დასავლური კულტურების მსგავსებასა და განსხვავებებს. მათი ნაზრები ძალიან კარგი წყაროა ჩვენთვისაც, საერთო სურათის აღსაქმნელად. ევროპელმა ქალებმა ქართული კულტურა გაიტანეს საზღვარგარეთ, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. რაც შეეხება უშუალოდ ფრედერიკა ფრონ ფრაიგანს, მას საკმაოდ ამაღელვებელი შთაბეჭდილებები აქვს საქართველოზე. ეს შესაძლოა გამოწვეული იყო იმით, რომ ის პირველად იმყოფებოდა მაშინ ჩვენს ქვეყანაში. თავის ჩანაწერებში რამდენიმე საკითხს ეხება. ფრედერიკა ღელავს პირველ რიგში შორეულ მოგზაურობაზე, რადგან მისი ერთ-ერთი შვილი ამ დროს 3 წლისაც არ იყო და ღელავს როგორ გადალახოს პირქუში კავკასიის ქედი. მისი გარემოცვიდან და ოჯახიდან გამომდინარე ის ინტერესდება პოლიტიკითაც, თუმცა ასევე ისეთი საკითხებით, როგორიც არის ყოფა და ყოველდღიურობა, ტრადიციები, ბაზარი, მაგალითად სამოსი, საკვები, ასევე სუნელები, რაც ჩვენთვის ავთენტიკურია, კლიმატი. ანუ რას იცვამენ ქართველი ქალები, რას მიირთმევენ, როგორ იყენებენ სუნელებს ყოველდღიურობაში. მაგალითად წერს, რომ საქართველოდან რუსეთში იმ დროისთვის გახქონდათ აბრეშუმი, ხოლო იმის გამო, რომ შედარებით მოწესრიგებული გზა მხოლოდ ხაშურამდე გვქონდა, მერე საჭირო იყო მტვირთავების დაქირავება და ამიტომ მხოლოდ ძვირფასი და მსუბუქი საქონელი გახქონდათ ქართველებს გასაყიდად. 1812 წლის 12 იანვრით არის დათარიღებული წერილი, რომელშიც ფრედერიკა ფრონ ფრაიგანი აღწერს, რომ თბილისში ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას ესტუმრა, მათგან ერთს აქვს დიდი, სუფთა და მოვლილი ლაზარეთი. აღწერს ასევე ბოტანიკურ ბაღს, რომელიც ძალიან მოსწონს და გვიყვება, რომ აქ სამკურნალო მცენარეები ხარობს. აღწერს საჯარო სკოლასაც. ზოგადად ქართველებს ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც ხალხად გვახასიათებს, ეს დახასიათება ალბათ საქართველოშიც ხშირად მოგვისმენია და ამ ყველაფერს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თბილი კლიმატის მიზეზით ხსნის. ფრაიგანგზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბუნებამ და ქართულმა გაზაფხულმა მოახდინა და წერს ასე: შეუძლებელი ადამიანი არ აღაფრთოვანოს საქართველოს ჰავამ, უღრუბლო გაკრიალებულ ცაზე კაცი 60-ს დაინახავსო. განსაკუთრებით მოსწონს აისები და მზის ჩასვლა, წერს, რომ ნეაპოლის ჰავას გავს ქართული კლიმატი, მაგალითად თებერვალში ნუში ყვავის, ზოგადად უხვად მოდის ხილი ჩვენში. თერგის გარშემო არის ზეთისხილის ხეები. იზრდება თუთა, ოღონდ ჩემთვისაც ეს გასაკვირი იყო, ძირითადად ბუჩქის სახით და ადგილობრივი მოსახლეობა თუთის ფოთლებს აბრეშუმის მისაღებად იყენებს. კოწახური მოგვყავდა თურმე და ამ ყველაფერს აბრეშუმისა და ტყავის შესაღებად ვიყენებდით. ეს მხარე უკიდეგანო ბაღნარი, აი ზუსტად ასეთი ჩანაწერი აქვს მას მემუარებში. აქ ბევრი ისეთი მცენარე ხარობს, რაც ბოტანიკოსებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათო და ფაქტობრივად ეს არის მოწოდებაც ერთგვარი, ალბათ ევროპელი ბოტანიკოსების მიმართ, რომ დაინტერესდნენ ქართული ფლორით. აღწერს, რომ ყოველ კვირა დღეს და დღესასწაულებზე მის საცხოვრისთან ახლოს მდებარე ეკლესიაში მომლოცველთა მწკრივები მიემართება ტაძრისკენ, თბილისი კი მთლიანად ხეხილის ბაღებშია ჩაფლული და გაზაფხულზე გგონია, რომ მანდილი ახურავს. რაც შეეხება სამოსს, მისი ახსნით ქართული სამოსი ევროპულისგან განსხვავდება, თუმცა იდეალურად შეესაბამება ჩვენს ჰავას. თეთრი მანდილებით დადიან დიდგვაროვნები, მათ შორის ერეკლე მეორეს ასული თეკლა. უყვირს ზოგიერთი ქართული ტრადიცია, ის რომ ქართულ სუფრაზე პირველად ის კერძები შემოაქვთ, რაც მათთან დესერტად მიიჩნევა. სამწუხაროდ მშრალი ინფორმაცია ამის შესახებ და არ არის დაკონკრეტებული, თქვათ კონკრეტულად რომელი კერძი თუ დესერტი შემოჰქონდათ ქართულ სუფრაზე პირველად, ნაკლებად მოსწონს ქართული ქორწილი. რაც ძირითადად გარიგების შედეგად დგებოდა ხოლმე და შესაბამისად დიდად ერთმანეთის მიმართ გრძნობების გამოხატვით არ გამოირჩეოდნენ ქართველი ნეფე-პატარძალი. ქორწილისთვის დიდგვაროვნები კი იცვამდნენ ევროპულ სამოსს და არჩევდნენ, მაგრამ ტრადიციულად უფრო მანდილით იყო დაფარული პატარძალი და ქორწილის მიმდინარეობისას იხსნიდა ამ მანდილს. ფრედერიკა ფრონ ფრაიგანგმა საქართველოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა. ცოტა ხანში მისი მეუღლეც გაიწვიეს სამსახურიდან, მას წერილში არ
არ აქვს დაკონკრეტებული რა დაავადება ჰქონდა ფრედერიკას და რა აწუხებდა, მაგრამ წერს, რომ საქართველოს ჰავა, რომელიც მას ასე ძალიან მოსწონდა, არ ურჩიეს ექიმებმა და სწორედ ამიტომ ჯერ პეტერბურგში წავიდა და შემდეგ უკვე სამშობლოში გერმანიაში დაბრუნდა. აი ასეთი თვალით უყურებდა გერმანელი მოგზაური ქალი ჩვენს ქვეყანას. მას აქვს კონკრეტული მემუარები ყაზბეგზე, ანუ დღევანდელ სტეფანწმინდაზე და ასევე თბილისის შესახებ. მომდევნო კვირებშიც ჩვენ აუცილებლად გავიცნობთ ქალებს, რომლებმაც იმოგზაურეს ან საცხოვრებლად აირჩიეს საქართველო. ძალიან საინტერესო იყო.